დიდი მადლობა. ახლა კი ყველამ ერთად საქართველოს გაუმარ! 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 გაიხარე! მოგესალმებით დათმელების პირდაპირ ეთერში. თქვენ ახლა თვალს ადევნებთ ერთგვარ ტრადიციას, რომელიც ამ პროევროპული აქციების ერთგვარ ტრადიციად იქცა. უпроსოდ აქცია ეს ტრადიცია ზურაბ ჭავჭანიძემ ერთ-ერთმა მედროშემ, რომელიც ყველა აქციაზე აუცხადებს უთიერთდუმილს საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლ ადამიანებს და ამის შემდეგ ერთიანი შეძახილებით ამხლევს პროევროპულ აქციაზე მოსულ ადამიანებს. ეს 173 საღამოა, როცა მოქალაქეები ისევ იკრიბებიან საპროტესტო აქციაზე, ისევ ტრადიციული შეკრების ადგილას საჭიროების მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოდიან მოქალაქეები, რომ თქვან, რომ არ გაჩერდება წინამდებობა, ეს საპროტესტო ტალღა არ შეჩერდება, ვიდრე ქვეყანას ყავს პოლიტიკური პატიმრების სინდისის ტყვეები და ვიდრე არ შედგება ქვეყანაში ხელახლა არჩევნები დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში. საპროტესტო აქციების ასევე მოთხოვნაა, რომ უნდა წავიდეს არალეგიტიმური ხელისუფლება. მას შემდეგ იმართება ეს აქციები ქვეყნის მასშტაბით და არ მხოლოდ ბათუმში და თბილისში, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში ისმის ეს საპროტესტო პროტესტის ხმა, როცა ირაკლი კობახიძემ ოცნების პრემიერ-მინისტრმა ფაქტობრივად შეეჩერა ევროინტეგრაციის პროცესს და თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არის გადადებული 2028 წლამდე და სწორედ ეს განცხადება აღმოჩნდა კრიტიკულად მიუღებელი საზოგადოებისთვის საქართველოში და ამ დრომდე 173 საღამოა, როცა მოქალაქეები დგანან ქუჩაში და ძალიან მკაფიოდ ჩანს მოქალაქეების სიმტკიცე და შემართება, რომ ისინი არაპირებენ ამ პროტესტის გაჩერებას, რადგანაც ევროინტეგრაციის შეჩერებას მოქალაქეები ძალიან მკაფიოდ აკავშირებენ პირდაპირ საფრთხის შექმნას ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, რადგან ძალიან მარტივია დაინახო რა შეიძლება მოუვიდეს და ემართოს ჩვენს ქვეყანას პარტნიორების და მეგობრების გარეშე აგრესორი რუსეთის პირისპირ, ამიტომ მოქალაქეების გზავნილი არის ძალიან მკაფიო, რომ ისინი არაპირებენ ამ ბრძოლის შეჩერებას, ვიდრე ივანიშვილის რეჟიმი სასახელს ცდილობს რუსული დიქტატურის დამყარებას ქვეყანაში და პირდაპირ საფრთხების შექმნას ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ამიტომაც მოქალაქეები დგანან ქუჩაში, ნებისმიერ ამინდში, წვიმაში თუ თოვლში, აქ იანვრის საღამოებში და თებერვლის ყინვებშიც კი იდგნენ ადამიანები და არ მხოლოდ იდგნენ კარობში, ღამესაც კი ათენებდნენ, მაშინ როცა მზიამაღლობელს ისინი უცხადებდნენ სოლიდარობას. იმ პერიოდში მზიამაღლობელი შიმშილობდა პროტესტის ნიშნად. თქვენ იცით, რომ მზიამაღლობელი არის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტნიორი და პირველი ქალი პოლიტიკური პარტნიორი საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ის რჩება ამ დრომდე უკანონო პარტნიორობაში უკვე 20 თვეზე მეტი დრო გავიდა, რაც მზიამაღლობელი არის პარტნიორობაში და არაერთი პირი 50-ზე მეტი პირი არის პატიმრობაში, ეს არის საქმეები, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ არის დაუსაბუთებელი ბრალდება, ჩანს, რომ არ არის სამართლებრივი საფუძვლები და პოლიტიკური ნიშნით ადამიანები რჩებიან პატიმრობაში. მოდი გავისაუბროთ დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს და გავიგოთ დღეს მათი განწყობების შესახებ. მოდი რომა დოლაბერიძე დავიწყოთ. რომა, მოგესალმებით საღამოშიდობისა. მოგეთ დღევანდელ ამბებს როგორ აფასებ? დღეს ორი ახალგაზრდების შესახებ გავიგეთ, როცა დაზორვის სამსახურს უერთდებენ სუს და ასევე კიდევ ერთი გადაწყვეტილება იყო, როგორც ვიცი, სტრუქტურული, რას უკავშირდება ეს ოცნების გადაწყვეტილებები, როცა ისინი რაღაც სულიან თითქოს ხო მეორე არის სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც უერთდება პროკურატურას. თავისთავად ეს სამსახური შეიქმნა ცალკე სწორედ იმიტომ, რომ მას ობიექტურად და მიუკერძებლად გამოეძიებია განსაკუთრებით პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაულებები, ასევე გამოეძიებია ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, ხო? ხო, აი რას აჩვენებს თქვენთვის ეს სიახლე? ადგილების შესვრო ჯამი არ იცვლება, ეგ არის აქსიომა აი ქართული ოცნების შემთხვევაში და ჩემი აზრით რაღაც არანაირი გავლენა არ ექნება თავიდან ბოლომდე. რაღაც ვითომ რაღაც ჭყალებში რაღაც გააკეთეს, რაღაც შეცვალეს, თუმცა მოლოდინი ისევ ნული.
არაფერი არ იქნებოდა. მე რაც ცდილობს ამით ოცნება თქვენი აზრით? ცოტა ირონიულადაც დავინახე ის მომენტი, რომ ანუ აი ოხანაშვილს არავინ არაფერს არ ეკითხება რა, რაღაცა ესე მგონია რა, რომ რაღაცას დაავალებენ მიმართულებით და აი როგორც ახლა არაღიარებული პრეზიდენტი ყავს, ხო, დაახლოებით ეგეთი ამბავია, რომ რასაც ეთქვიან, იმას ხელს მოაწერს. აი ეგეთ შემთხვევა, რაღაცა ფიქტიური უწყების შემთხვევა გამოდის, ხო, აი დაზვერვის სამსახურში აქცია მე განსაკუთრებით ყურადღება, რომელიც აი ეროვნული უსაფრთხოებისთვის აი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურაა, აი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია. წარმოიდგინეთ, იმდენად მნიშვნელოვანია საგარეო დაზვერვის სამსახური, რომ არჩევნების შემთხვევაში, ერთ-ერთი მაგალითი რო ვთქვათ, არჩევნების შემთხვევაში კი ანუ ძალიან დიდ როლს უნდა ასრულებდეს, რომ აი საგარეო უცხო ქვეყნების განსაკუთრებით მტულად განწყობილი ქვეყნების ჩარევა აღკვეთოს. აი მაგალითად რაც მოხდა რუმინეთში, ხო, აი ბოლო პერიოდში, ეგეთი რაღაცები რა აღკვეთოს. თქვენ აქტიურად დაადევნებდით თვალსაჩინოს რუმინეთის ამბებს. და სწორედ დღეს გაიმარჯვა საბოლოოდ პროევროპულმა კანდიდატმა, ხო, ანუ ვერ გაიმარჯვა რუსულმა ძალამ, ასე ვთქვათ, რუმინეთში. ჩვენ შემთხვევაში, ხო, ანუ ეს გლობალურად რას ნიშნავს თქვენთვის რუსეთის წარმატებლობა იგივე რუსეთი მთელი თავისი სადაზვერვო სამსახურების ჩათვლით აი მათ შორის საგარეო და შიდა სადაზვერვოსაც იმ დონეზე იყო ჩართული რომ აი პრორუსულმა კანდიდატმა პირველ ტურში მოიგო 10% და მეტი და ახლა საკმაოდ დიდი რაოდენობის ხმები მიიღო ხო მეორე მოლოდინი მე რომ რაღაცა ვაკურდებოდი ამ მოცემულობას ჩემ მოლოდინი იყო აი ნული რომ всё აი თითქოს ვიფიქრე რომ უკვე წაიღო რუსეთმა წაიღო რუმინეთი და აი გუშინ რომ ნახე უკვე ხამის საათებში უყურებდი წარმოედგინე სადღაც 2 საათზე უყურებდი რომ რა ხდებოდა იქ და ეგეთი დიდი სხვაობით რომ მოიგო პროევროპულმა კანდიდატმა იყო ჩემთვის ძალიან დიდი საოცრება და ამ დიდ საოცრებაში ყველაზე აი განსაკუთრებული როლი ქონდა ორ მიმართულებას ესეთა პირველი იყო ეს ემიგრანტები, რუმინელი ემიგრანტები, რომელთაც ძალიან მასიურად მივიდნენ საარჩევნო ურნებზე, სადღაც მთელი ემიგრანტების 92% მივიდა დაახლოებით. ხო, წარმოიდგინეთ რა მასშტაბია საუბარი და მეორე, რომელიც აი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, აი ხაზი მინდა გავუსწროთ, იყო საგარეო დაზვერვის სამსახური. ძალიან იმუშავა ამ მიმართულებას და რუსული ჩარევები ბოლომდე თუ ვერ აღკვეთა, ყოველ შემთხვევაში დიდი ნაწილი მაინც გაანეიტრალა. აი პარალელი მინდა ხო ქართულ რეალობასთან გავალო, ხო ნუ ჩვენ შემთხვევაში, რასაც საგარეო სადაზვერვო სამსახურები უნდა აკეთებდეს, ხო აღკვეთოს მტრულად განწყობილი ქვეყნების ჩარევა, ამას არ გააკეთებს და აქამდეც არ აკეთებდა ჩვენ და სამწუხაროდ. ანუ 2012-ში ჩაერია ჩვენს არჩევნებში. არ და ძალიან აქტიურად უნდა მუშაობდეს, ხო, ბევრი საქმე უნდა ქონდეს წესი და რიგი, ხო, როგორც მუშაობს ახლა და ჩანს. პირველი პრიორიტეტი. რუსეთი საქართველოში, ხო? აღკვეთოს ჩარევა და ეს რამოდენიმე თვეებით ადრე უნდა იცოდეს კიდევ. 2012-ში ჩაერია, 2020-ში ჩაერია, 24-ში ხო საერთოდ ჩაერია, ხო, ანუ რუსეთს. ახლა აღარ ჭირდება თქვენ ვფიქრობთ რა ხან პირდაპირ შეიძლება ახმოვანებს რუსეთის ზავნილებს ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება. სულ მცირე გაუმარტივა საქმე ამ ქართულ ოცნებამ მართლებით. აი მე ასე ვფიქრობ უშუალოდ რომ რუსული სადაზვერვო მავნე სამსახურები ჩაერევა ჩვენს არჩევნებში იმ შემთხვევაში თუ ისინი დაინახავენ რომ ეს საჭიროება არის. თუ მაგალითად 2020-ის არჩევნებში ჩაერია მე მგონი 2020 საპარლამენტო არჩევნებში ჩაერია თავდაპირველად, იმიტომ რომ მათ დაინახეს მანამდე საპრეზიდენტო არჩევნებში თითქმის შეიძლება წააგოს ხო აი ქართულმა ოცნებამ და ამიტომ ჩაერია 2024-ში ორმაგი ძალით ჩაერია კიდევ. რაც აი რუმინეთის შემთხვევაში იქ ადგილობრივმა სადაზვერვოებმა ბევრად სხვაგვარად იმუშავა. მარტივად რო ვთქვათ, აი მაყურებლებისთვის ჩვენ შემთხვევაში მე არ მაქვს იმის იმედი, რომ არსებული სადაზვერვო სამსახურები, მათ შორის ოხანაშვილის ხელმძღვანელობის საქმესაც ცდილოა ეს ამბავი, რაიმე მსგავსი ტიპის
უსაფრთხოებაზე, ეროვნული ინტერესების უსაფრთხოების ის სასარგებლოდ იმუშავებს. მე ამის მოლოდინი არ მაქვს ჩემ და სამწუხაროდ. თუმცა იმედია მომავალში დარწმუნებულია, როდესაც გვეყოლება საქართველოს დემოკრატიული პროევროპული მთავრობა, დარწმუნებულია, სადაც ორი სამსახურები ძალიან კარგად იმუშავებს. დიდი მადლობა, ეს რომან გოლობერიძე იყო მოქალაქედ, რომელსაც უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. მოდით მოქალაქეს ვკითხოთ ასე ზურაბ რემაძეს, თქვენთვის რას ნიშნავს სტრუქტურული ცვლილებები, რაც ეხლა შემოგთავაზა ქართული ოცნების არალეგიტიმურმა მთავრობამ. ისინი დაზორვის სამსახურს უერთებენ სუს, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ხო, რომელიც აქამდე არსებობდა როგორც დამოუკიდებელი უწყების სახით, ესეც უერთდება პროკურატურას. ეს უწყება იძიება და უნდა გამოიძიებია ყოველ შემთხვევაში პოლიციელების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებები, თუმცა ჩვენ ამბობთ არ გვინახავს ასეთი გამოძიებული მსგავსი საქმე და არც ერთი დასჯილი პოლიციელი, მათ შორის ირაკლი დგებუაძე, ხო, რომელიც ადანაშაულებდნენ როგორც მზიამაღლობელი, ასევე სხვა პირები არაადმინისტრაციულ მოხმობასა და ძალადობაში. თუმცა ეხლა ამბობს ხელისუფლება, არალეგიტიმური ხელისუფლება, რომ საერთოდ ვაუქმებ ამ უწყებასო და ის შეუერთება პროკურატურას. თავის დროზე ეს უწყება წლების წინ 2018 წელს შექმნეს ევროკავშირის რეკომენდაციით, რომ ცალკე ყოფილიყო დამოუკიდებელი ორგანო შექმნილიყო, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო შექმნილიყო პროკურატურის მიღმა, მისი გავლენის მიღმა, რომ ამ უწყებას ობიექტურად და მრავალფერად მიუკერძოებლად გამოეძიებია განსაკუთრებით პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაულები. თქვენთვის რას ნიშნავს ეს გზავნილი ოცნებისგან? რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის და პოლიციის შექმნა, რა თქმა უნდა, ბუნებრივია თავისთავად ეს როგორც საქართველოში შეუძლებელია ქართულ ოცნების პირობებში. რა მნიშვნელობა პროკურატურას მიაბამენ, პოლიციას მიაბამენ, იგივე მაგალითად მაგალითად სამსახური მნიშვნელობა არა აქვს. სისტემა მუშაობს რეპრესიულად საზოგადოების საწინააღმდეგოდ და მნიშვნელობა არა აქვს. რომელი უწყება შეუერთება. მნიშვნელობა არა აქვს. აზრი არა აქვს. რატო? იმიტომ რომ ბიზნეს აივანიკოს მე არაერთხელ მithkoms აქციაზე უბრალოდ სასამართლოზე პოლიციელებს მეძახე მეორე მხედრიანელი ხარ მეთქი ასეც არის და მეორე ჯაბაესულიან ყალიბდება ზუსტად ბიზნეს აივანიშვილი იმიტომ რომ ძალადობა რეპრესიები საკუთარ მოქალაქეების წინააღმდეგ რა თქმა უნდა კანონური ჯარიმები ასევე რა თქმა უნდა საბანკო დიქტატურა ქვეყანაში ეკონომიკური დიქტატურა ეს ყველაფერი მეტყველებს ერთადერთი რომ მიდის ადამიანის დაჩაგვრაზე რა თქმა უნდა ადამიანი დაჩაგვრაზე რომ დაჩაგროს ადამიანები ამ ქვეყანაში რომ როგორმე მართოს თოჯინებივით და შემდგომ რა თქმა უნდა ლანჩით მიართოს რუსეთს ეს არის საბოლოო დანიშნულება და ამიტომ რა თქმა უნდა რომელი უწყება შეუერთება მნიშვნელობა რა აზ ვერ ხედავ მე რა თქმა უნდა პირადად მაგრამ არის ჩვენებაც ცდილობს ამით რა გზავნილია ეს უბრალოდ ახლა რა ცდილობს ამით ცვლილებებით ცდილობს რომ ახლა რაღაც სატელევიზიო კამპანია ააგო რომ ოცნების მომხრეების წინაშე და რა თქმა უნდა რაღაცა აჩვენო გამიგე ეკონომიკ კეთილდღებას ვერ აჩვენებენ საზოგადოებას ხო ახლა რა თქმა უნდა რაღაც 10% გაიზარდაო ეკონომიკა ასეთი იყო ოცნების გზავნილი ცოტა ხნის წინ ხო და რაღაც პოლიციური რეფორმა ხომ უნდა აჩვენონ იმიტომ რომ პოლიციის დისკრიმინაცია მოხდა უკვე მათივე მოქმედებით მათი უპასუხისმგებლობით იმიტომ რომ სახის შემოლაწუნების გამო რომ მამაკაცი საქართველოში პოლიციელი მამაკაცი რომ მანდილოსაც უჩივლის ეს რა თქმა უნდა პოლიციელის მუნდირი გეითელა ფეხბურთს ხო ახლა რა თქმა უნდა რა პოლიციამ გაათელა თავისი მუნდირი ფეხბურთში თქვენას რა თქმა უნდა თავისთავად იმიტომ რომ ესა და არაკაცობას უმჩავდეს პოლიციის უფროსი ბუნებრივად თავისთავად პოლიციის მუნდირი გაითელა ფეხბურთში და ამას ყველაფერს ხედავს რა თქმა უნდა ხელისუფლება მაგრამ ირაკლი დებუაძე რა თქმა უნდა მე არ ვამბობ დამოუკიდებლად მოქმედებს და დამოუკიდებლად მან გათელა ფეხბურთში პოლიციელის მუნდირი ეს გააკეთებიეს რა თქმა უნდა ზევიდა იმიტომ რომ ქალბატონი ზიამახლობის წინამდე მოქმედებს მთლიანად სისტემა პროკურატურა მოქმედებს სასამართლო მოქმედებს პოლიცია თავისთავად მთლიანი სისტემა სასამართლოებს რომ დავესწარი ჩვენ თვითონ ნახეთ რომ სული და გულით იცავდა პროკურორი მოსამართლეც რომ მოწმეებს რატო იმიტომ რომ სისტემა არის მართული რა თქმა უნდა ამ ადამიანის წინამდე და რა თქმა უნდა თუ კი ქალბატონი ზიამაღლებელი არ იქნებოდა ჟურნალისტი და იქნებოდა ჩვეულებრივი მოქალაქე მე დარწმუნებული აქამდე თავისუფალი იქნებოდა რომ გაეშვათ ციხეზე ანუ ეს არის დევნა ჟურნალისტის დევნა ჟურნალისტის წინამდე მიმართულია ეს ყველა საქმე სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება სერიოზულად შემაფერხებელი ფაქტორია ხელისუფლებისთვის რა თქმა უნდა იმიტომ რომ დიქტატურა სხვაგვარად ვერ შექმნა რა თქმა უნდა დიქტატურა იქნება ჟურნალისტების მარიონეტებივით მართული მაგრამ დიქტატურა არ იქნება მაგალითად ჩრდილოეთ კორეაში და საფრანგეთში ერთი და იგივე ტელევიზია არის ერთი და იგივე თავისუფლება აქვს ყველაფერი ერთი და იგივე თავისუფლება ხო სადაც დამიწასებთ გამსხვრებას იგივე რა თქმა უნდა ფაქტი უნდა გადმოვიტანოთ ჩვენზე რომ ჩვენთან მაგალითად თუ
ჩრდილოეთ კორეაში რომ ტელევიზიები ან იგივე ტელეჟურნალისტებმა ჩამოყალიბდებით თქვენ ჟურნალისტები, ბუნებრივია რა თქმა უნდა სიტყვის თავისუფლება. ხდება ქვეყანაში ჩრდილოეთ კორეა, ხო? ანუ ამას რა თქმა უნდა თავისუფლად ეს არის მისი ამბიცია რა თქმა უნდა, რომ გახდეს ჩრდილოეთ კორეა, რატო? იმიტომ რომ შესაბამისად გახდება პუტინის მეგობარი, რა თქმა უნდა თავისუფლად. ასევე გახდეს თუნდაც ბელარუსია მაგალითად. თუნდაც უფრო უკეთესი იქნება რა თქმა უნდა დაღესტანი და ინგუშეთი რომ გახდეს. რატო? იმიტომ რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება. ბიზინა ივანიშვილს არწუს საქართველოსი არავისთან ინტეგრაცია. ბიზინა ივანიშვილს სურს რომ საკუთარ ჯიბეში ქონდეს ინტეგრაცია საქართველოს. ანუ საქართველოს ქონდეს თავი ჯიბეში ჩალაგებული თორემ. რომელიმე ორგანიზაციაში შესვლაც არწუს ივანიშვილს. დაჟე გაეროს წევრობიდან გამოიყვანოს, რომ შეეძლოს საქართველოს გამოიყვანოს. ეუთოს წევრობიდან შეეძლოს გამოიყვანოს. რატო? იმიტომ რომ სურს რომ მან თვითონ მართოს თავის ჭკუაზე რა თქმა უნდა თავისთავად. ანუ იზოლაცია არ აწუხებს თქვენ დაკვირებით ივანიშვილს. პირიქით მომგებიანია მისთვის. თავარია სანქციები არ შეეხო თორა. რა თქმა უნდა პირიქით მომგებიანია. დიდი ფული აქვს საქართველოში, ბევრ რაღაცას იყიდის და მართავს რა თქმა უნდა თავისი ფული. დიდი მადლობა. მისი ამბიცია ერთი წამით რა თქმა უნდა პირადად ბიზინა ივანიშვილს აქვს მიზანი ერთადერთი რომ არაერთხელ უთქმია ქართულ ოცნების ლიდერებს ჩვენ არ დავემორჩილებით ევროპელების და ამერიკელების ძანებას, მაგრამ რუსების ძანებას ემორჩილებიან. რატო? იმიტომ რომ საქართველოს ჩაიგდოს მან თვითონ მარტო ხელში და მარტოს ისე როგორც უნდა. რა თქმა უნდა ევროპელები და ამერიკელების ძანებას არ დაემორჩილებიან, იმიტომ რომ ევროპელები და ამერიკელები კანონით მართავენ სახელმწიფოებს და ამათ არ უნდა კანონით მარტო სახელმწიფოებს და უკანონოდ უნდა და შესაბამისად ზეგავლენა უნდა მოახდინოს საზოგადოებას. ძიმალობა ეს ზურაბ ირემაძე იყო მოქალაქე, რომელიც გვიზიარებდა ახლა თავის მოსაზრებას, თუ რა შეიძლება უკავშირდებოდეს ქართული ოცნების დღესგაჟღერებული გადაწყვეტილებები, რომ მაგალითად სპეციალური საგამოძიებო სამსახური როცა აუქმებენ ამ უწყებას და უერთდებენ პროკურატურას, ასევე დაზვერვის სამსახურს უერთდებენ სუს. მოდი გავისაუბროთ იგივე თემაზე სხვა მოქალაქეებს, საღამომშვიდობისა, შეიძლება რომ გაგისაუბროთ კარგი, თემურ ბაში თქვენ გითხავთ, რას უკავშირდება თქვენი აზრით, რის ჩვენებას ცდილობს ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება, როცა მან დღეს მოვისმინეთ დადასტურება, რომ აუქმებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ეს უწყება უნდა იძიებდეს წესით პოლიციელების მიერ ჩადენენ სავარაუდო დანაშაულებს. ამიტომაც შეიქმნა ეს ევროკავშირის რეკომენდაციით თავის დროზე წლების წინ, თუმცა დღეს გავიგეთ, რომ ამ უწყებას აუქმებენ და უერთდებენ პროკურატურას, ასევე დაზვერვის სამსახურს უერთდებენ სუს. რა იცვლება ამ სტრუქტურული ცვლილებებით თქვენთვის? სტრუქტურულად შეიძლება რაღაც იცვლება, მაგრამ არსი არ იცვლება ნამდვილად. და ცოტა ირონიით რო ვთქვა, სწორი გადაწყვეტილებაც არის, იმიტომ რომ საკუთარ ფუნქციებს სამსახურები აღარ ასრულებენ, ამიტომ რომელ სტრუქტურას და რომელ დეპარტამენტს იქნება მიერთებული, ამას არცერთი მნიშვნელობა არ აქვს. სამწუხაროდ ეს არც კადრების შეცერებას გამოიწვევს, არც იმქმედებების რაღაც სპექტრს შეამცირებს, რომელსაც ეს სამსახურები სამწუხაროდ მოდელების და მოხდების განმავლობაში განსაკუთრებით ეწევიან. ამიტომ ეს სტრუქტურა არაფერი არ იძლევა, რაღაც ისევ და ისევ არის მოჩვენებითი რაღაც მოქმედება, აქტივობა თითქოს რაღაცა ხდება ცვლილებით და ასე შემდეგ. ისევე როგორც მაგალითად სამთავრობო გადაადგილებებს და გადმოადგილებს რეალურად არ იცვლება, არ რჩება. სისტემა ისევ მუშაობს, როგორც მუშაობდა, ისევ იმ არაკონსტიტუციურ საქმეს ასრულებს, ბევრი სამსახური როგორც ასრულებდა, ასე შემდეგ. ამიტომ კიდევ ეს რა თვალების ახვევის მიზნით რაღაც თვალთმაქცობის ერთ-ერთი ნაირსახეობა არის ახალი, რომელიც რეალურად არაფერ ხარჯის არც ინდივიდია, მაგრამ მხოლოდ აქტიურები, რომელიც არაფერს აწევს. მაგრამ საითკენ მიდის ახლა ეს პროცესი თქვენ დაკვირებით, ახერხებს ივანიშვილი ავტორიტარიზმის რაღაც კონსოლიდირებას და გაძლიერებას, თუ პირიქით ჩანს, რომ სუსტდება მისი ეს რეჟიმი? საითკენაა ეს ტენდენცია? ძალიან ღრმა ანალიტიკით და იმით რო არ დავყავდით და შეიძლება მე არც ვარ ამის სპეციალისტი, ზუსტად ტენდენციები და პარალელები რო გავავლოთ, მაგალითად იმ ქვეყნებთან, რომელსაც ახლა შეიძლება ადვილად გავავლოთ, პარალელები მაგალითად რუსეთს. ზუსტად იგივე ქმედებები ხდებოდა, მაგრამ იქ ეს მოხდება 10-15 წლის წინ ჩვენთან ხდება დღეს. ისე როგორც მაგალითად თუ დააკვირდებით ბოლო პერიოდში რაც სამსახურებში ხელმძღვანელები შეიცვალნენ, თითქმის ყველა უშიშროებიდან ან ასეთი სტრუქტურებიდან მოვიდა, ესეც ზუსტად ის ყოფილი ძალოვნები, ხო? იგივე თორნიკელიძის ადგილზე ან მერის ადგილზე. დამყარება იმ ადამიანებზე და აქცენტის გაკეთება იმ სტრუქტურებზე, რომლებზეც რეალურად დღესდღეობით ხელისუფლება დგას. იმიტომ რომ სხვა ადამიანები მათ გარშემო აღარ დარჩა ასე ერთგული ყოველ შემთხვევაში. მაგრამ თქვენ ასევე რომ ამ გზით დააშინებენ საზოგადოებას, ანუ ეს განსხვავება
ჩანს. რაც არ უნდა დააშინო, ხდება რაღაცა პერიოდი. მუდმივად ვიღაცა საშინოთ და შეუძლებელია. შეიძლება რაღაც პერიოდი ამან გამოიწვიოს უჭირებადი ეფექტი ამას კონდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ეს ვერ შეაჩერებს პროტესტს, რა თქმა უნდა, ისე გაიზრდება და ეს არის ფიზიკის კანონია, ეს უდრის მინუსებს. იქიდან რა ძალითაც მოაწვევიან, აქედანაც იგი უფლება იქნება. იქიდან თუ გადაგიან რეპრესიებს გაიზრდება ხალხში ეს პროტესტი და ასე შემდეგ და ასე თუ ისე და ადრე თუ გვიან ადამიანები ისინიც კი ვინც დღეს ქუჩაში არიან, ისინი გამოვიდნენ ქუჩაში. ესე გაჭირული რეაქცია არის. ასე ერთ მოყვება. მესმის გასაგებია, რა თქმა უნდა, მიუღებელია, მაგრამ გასაგებია ხელისუფლებას რატომაც აკეთებს. და გასაგებია. რატომ აკეთებს თქვენი აზრით? შეინარჩუნოს სხვა რესურსი არა, მხოლოდ ამ ტოტალური კონტროლის და დაშინების, ანუ ბოლო ბასტიონი დარჩა, რაზეც არის დამყარებული. იმიტომ რაღაც იდეის გარშემო აღარ არიან ხალხი, რაღაც სხვა ინტერესების გარშემო ხალხი ვერ იქნება, მხოლოდ ამ პირადანგარებაზე არის, ამ დაშინებაზე დამყარებული. ეს მოჩვენებითი მხარდამჭერა და ეს არის ბოლო ბასტიონი და ფიქრობ რომ ამ ბასტიონის გამოყენების შემდეგაც პროტესტიც უფრო გაზრდილი იქნება და ფაქტობრივად უკვე მეტი რაზეც უნდა დააფარონ რაღაც დააკეთონ აქცენტები დააფარონ საკუთარი ხელისუფლება ფაქტობრივად აღარ დარჩება. ანუ მეტი რესურსი აღარ აქვს ოცნებაში თქვენ ეს ხედავთ. სიტუაცია, როდესაც ყველა შეისვლა, რაც არ უნდა სულ გააკეთონ, შეიძლება მიხარ დამარცხებისკენ რაღაც ანალოგიური სიტუაცია. შეიძლება მე ახლა ზედმეტად ვარდისფერ ფერებში ვხედავ რაღაცას და ზოგიერთთვის ეს ასაცილო. მაგრამ თქვენ დაკურებით რის იმედი აქვს ივანიშვილს, რა გათვლა აქვს მას? ივანიშვილი ისევე როგორც მაგალითად პროტესტ მხარეს ხალხი მიდრით, ისევე იწვის ივანიშვილი მისი ინტერესებისთვის და ხელისუფლების ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, აქეთ ხალხი რაღაც განსხვავებისთვის და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ასე დავაყენო. ხო და ისიც ბრძოლაშია იმის ქმედებები აბსოლუტურად გასაგებია. შეიძლება მიუღებელია, მაგრამ გასაგებია. აქეთან ქმედებების აბსოლუტურად მათემატიკური სიზუსტით ანალოგიურად რაც იმას უნდა დაუპირისპირო, იმას უპირისპირებ. თუ დღეს პროტესტი არ არის დიდი და შეიძლება ადამიანები ვერ ამჩნევდნენ და რაღაცა მალე იქნება, შეიძლება ბევრ სიტუაციას გადავხედოთ და ჩვენ ისტორიას და სხვა ქვეყნების ისტორიასაც, როდესაც ცვლილებებამდე ერთი დღით ადრე ვერავინ ვერაფერს ვერ ხვდებოდა. ამიტომ იმედოვნებთ, რომ ჩვენთანაც მალე დადგება ეს ცვლილებები. ბოდიში თემურ თემზავს გამოდების ხელებს და მასშტაბებს ეხება აქციის მონაწილეობა დაბოჭების დღე. ესეთი განწყობა ეხება პროგრამულ აქციაზე ბაქოში. ძიალა იწყებია ახლა დაადვია რა ვიდატვირთი დიახ, თქვენ დავისრულოთ. განვაგრძოთ უფრო სწორად თქვენ რასაც ამბობდით, ანუ თქვენ ამბობთ რომ მასაც არ აქვს რაღაც კაფიო ხედვა, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი, ანუ ივანიშვილს. თვითონ ემყარება იმას, რომ რაღაც დროის განმავლობაში ეს ადამიანები დაიღლებიან, ამ პერიოდში რაც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს სამსახურები მუშაობენ, ანუ პროტესტანტებთან დარწმუნებული ვარ და სხვა ადამიანებთან, ხდება კონტროლი იმისა, რომ ვინ გამოთქვა რაღაც ხელისუფლებისთვის არადამაკმაყოფილებები, არა ესეთი მათდამი უარყოფითი დამოკიდებულება ამ ადამიანებთან მიდიან თუ რაღაცა ბმარი საჯარო სამსახურით იყენებენ თუ ბმარი მაგალითად იმით რომ ბრალდებული ყავთ და ციხეში ყავთ ვიღაცა ამ ადამიანთან სხვანაირად მუშაობენ, ზოგთან თანხით მუშაობენ, ზოგთან რაღაცა სხვადასხვა ინტერესებით, ეს მუშაობა ბრძოლა მიდის. ჩვენ შეიძლება უხილავი დავარქვათ, შეიძლება ხილული დავარქვათ, მაგრამ ეს ასეა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ამაზე დამყარებული ხელისუფლება დიდხანს ვერ იქნება, იმიტომ რომ ეს უფრო ზრდის პროტესტს. მით უმეტეს ასეთ მცირე რიცხოვან ქვეყანაში ესეთი კონტროლი შეიძლება რუსეთში ადვილია. თუმცა ეს არ ეთქვა მაინც რაოდენობა საპროტესტო აქციებზე, ხო? სოციალური ქსელიც რო არის ზავა, მაგალითად აქ არაფერი არ დაიმალება მაინც, იმიტომ რომ ზაფხულში მაგალითად მთელი საქართველო აქ იქნება და მთელი სოციალური ქსელი ჩათვალე რომ ქუჩაში ვივიდეთ. ანუ ერთმანეთთან აზრს გავაზიარებ და ასე შემდეგ. მაგრამ ხომ გავითვალისწინეთ რომ 173 საღამო როცა იმართება ეს საპროტესტო აქციები და ამ დრომდე პრაქტიკულად არაფერი არ შეუცვლია ივანიშვილს, არ დაუხევია უკან, არაფერი არ დაუთმია. პირიქით ის ამკაცრებს ამ რეპრესიულ მანქანებს, რომ რაც შეიძლება მეტად გადადგას ნაბიჯები პროტესტის ჩასვლა ხდება. ჯერჯერობით ამის რესურსი არის, ბრძოლა ხო არის, ეს ხო პროცესია, ეს ხო შეიძლება ერთ დღეში ან ორ დღეში ჩვენ ხო რევოლუციაზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ ამბობთ პოლიტიკურ ცვლილებებზე და არა რაღაც პირიქით ნამდვილად არ ვისურვებთ.
რომ საქართველოში რაღაც ისეთი დაპირისპირება წავიდეს, რომ ძალიან სწრაფად რაღაც ისეთი ხისტი რაღაც ცვლილებები მოხდეს, რომ ისე რაღაც უკიდურესობაში გადავარდეთ. ეს არის პოლიტიკური ცვლილებები და ვფიქრობ, რომ პოლიტიკურად თუ იმას დავაკვირდებით, რა სიტუაცია არის ბოლო დროს, ის რომ გარედან ფაქტობრივად ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან რამდენიმე თვის წინ საერთოდ არ იყო რაღაც. ამჯერად უკვე შეიძლება თვალნახით დავინახოთ, რომ მათი დამოკიდებულება შეიცვალა და უფრო ისინი გახდნენ. ანუ მეგობარი აქტის მიღების შანსი გაიზარდა და იზოლაციის პრობლემა აშკარად აქვს ქართული ოცნების ხელისუფლებას. შტატებიდან სხვა ქვეყნების ხრივადაც. ანუ ეს ადრე თუ გვიან საფრთხო ჩვენზე აისახება, მაგრამ ფინანსურ ეფექტსაც და ეკონომიკურ ეფექტსაც იქონიებს სამშენებლო კომპანიებისთვის, იქნება ეს ტურისტული კომპანიებისთვის, სხვადასხვა ბიზნესის სხვადასხვა წარმომადგენლებისთვის და ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს თუ პოლიტიკურია, მაგალითად პროტესტი, ცოტა ხანში ამას სოციალურიც დაემატება. სოციალური პროტესტი უკვე სხვა რაოდენობებზე, სხვა კონტინგენტზე, სხვა ადამიანებზე, სხვა ეს პროტესტი სხვა ტემპერატურაზე იქნება მიუთითებს და ალბათ ეს ასეც მოხდება, იმიტომ რომ თუ დავაკვირდებით პროტესტის ანატომიას სხვადასხვა ქვეყნებში ასე ხდებოდა. პოლიტიკური შეიძლება პროტესტი არ იყოს ისეთი ზვინვარე და რა თქმა უნდა დათქმულ დღეს ისე ბევრი ხალხი გამოდის ქუჩაში, მაგრამ ყოველდღიურად იმდენი არ. მაგრამ ამას დაემატება მაგალითად იგივე სოციალური და ასე შემდეგ რა პრობლემები უკვე კიდევ ერთხელ მეორე ის ადამიანები, რომლებიც დღეს კომფორტულად და ზოგადად კომფორტულად კი არა, მათ აწყობთ ეგრეთ წოდებული არსებული მდგომარეობა არ გავვივართ. ეს ხალხიც გამოვიდა ქუჩაში და ეს ცვლილებები მოადარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ თუ იმაში ვარ, ჭირში ვარ უკვე. ისეთ ადგილას ვარ, საიდანაც რაღაც გვერდით წასასვლელი არ არის. მხოლოდ უკან გადასადგმელი ნაბიჯი აქვს ხელისუფლებას და ვფიქრობ ამ ნაბიჯს უკან ეს მათთვის არის უკან თორე ქვეყნისთვის იქნება წინ. რა არის ახლა მთავარი ფაქტორი, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ან ფაქტორები, რაც არის დამოკიდებული ამ ქვეყანაში დემოკრატიის გადარჩენა და ეს არის ქვეყნის გადარჩენა, ხო? ეს პირდაპირ უკავშირდება ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას, ან ამ ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხს, რასაც ახლა აკეთებს ქართული ოცნება. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი? ორი დიდი ინდიკატორია, ერთი ქვეყნში რა ხდება, ანუ ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს და ვფიქრობ თავარი უკვე მოხდა ეს, რომ თავარი პოსტულატების გარშემო პოლიტიკური ძალები გაერთიანდნენ. გაერთიანებას ხალხი ბევრი მიიჩნევს, რომ ერთიანი საარჩევნო ხსია უნდა იყოს, ეს არ არის გაერთიანება. აი იდეების გარშემო ის რომ პატიოლები უნდა იყოს თავისუფალი, ის რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და რაც არის ძირითადი ამის გაერთიანებული ხალხი და ეს განზრობადი და მიმდინარე პროტესტი არის თავარი. და მეორე არის ის, რაც ჩვენი პარტნიორების საკეთებელი არის, რომ ეს იზოლაცია, პოლიტიკური იზოლაცია, სანქციები თქვა თითოეული ქვეყნისგან ცალსავკე კარგ საქმეს აკეთებენ პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც დაიწყეს უკვე ისეთი სიების წარდგენა, რომ ჩვეულებრივი ჩინოვნიკებიც იყვნენ დასანქცირებული, ვინზეც დგას ფაქტობრივად ეს ხელისუფლება. ეს იმუშავებს, თქვენ ფიქრობთ, ამას ექნება ეფექტი? ვფიქრობ, რომ ეს უკვე მუშაობს, იმიტომ რომ მithumetes ამ პატარა ქალაქში ვიცით ადამიანების უკმაყოფილება, მათიც კი ვინც ჯერჯერობით იგულისხმება, რომ აი ბარიკადები შეიძლება დასაკმაყოფილდეს, ხო? დიახ, რომლებიც დღეს გამოვა და მაგალითად ქართული ოცნების დაანონსებულ რაღაც შეკრებაზე მივა და ჯიქს დაიწყამს გულში და იქნება ზნებარი ქართული ოცნების ხარდამჭერი, ისინიც კი უკმაყოფილოები არიან და ეს რო თითქმის ყველასთან მივა, მათ გვერდით ადამიანი რო იქნება უკვე დასაკმაყოფილებული იმ პრივილეგიებით ვერ ისარგებლეს, რითაც ადრე სარგებლობდა, ეს ასე თუ ეს კიდევ ერთხელ მეორე გინდა ჯაჭვური რეაქცია დავარქვათ, გინდა დომინოს ეფექტი, გინდა პეპლის ეფექტი, ასეა. ცირედით იწყება ძალიან დიდი ცვლილებები. თქვენ ძალიან ოპტიმისტური მოლოდინები გაქვთ, რომ შეიძლება ეს გაიწელოს დროში და ძალიან ბევრი ილუზიები არ მაქვს. მე არ მგონია რომ ეს რაღაც 2-3 თვეში მოხდება და ასე შემდეგ და მე ისეც უყურებ, თუნდაც 1 წელი დაჭირდეს, ან 2 წელი დაჭირდეს. ნუ თუ ჩვენი ქვეყნისთან მთელი მომავალი, ჩვენი შვილების კარგი მომავალი არ ღირს იმათ, რომ ამდენი ხანიც რო საჭირო იყოს, შენ უნდა იდგე და აკეთო ისაც საკეთებელი. თუ დანებდი, ხო ეს ხო უეჭველი წაა. ამიტომ განებება და ხელისჩაძნება არ არის გამოსავალი. და პროტესტს და სწორ პროტესტს მithumetes რომ ნამდვილად მართლები ვარ. არაფერი ამაში არ არის, არავინ აქ თანამდებობისთვის ან რაღაცა ანგარების მიზნით არ არის. აქ ნამდვილად სიმართლისთვის და ყველასთვის კარგი საქმის მოდგას ადამიანებს. ასე თუ ისე დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეზულტატი იქნება. ეს რეზულტატი იქნება ისეთი, რომელიც კარგი იქნება
იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღეს ხვდებიან ამ ცვლილებების აუცილებლობას და მათთვისაც ვინ დღესდღეობით ამას ვერ ხვდება, იმიტომ რომ საქართველოს ერთია, აქ უნდა ვიცხოვროთ ყველა მოქალაქე და ადამიანები, რომლებიც დღეს შეიძლება სხვა მეორე მხარეს არიან და ვერ ხვდებიან მათი მხარის ასე ვთქვათ, მათ მცდარ პოზიციას, ამ ადამიანებისთვისაც ეს ცვლილებები იქნება ძალიან კარგი და იმედი მაქვს, რომ იმ წლების შემდეგ, როცა შემოყრებილებით და გადმოხედავთ, ყველა დავწუნდება და ყველა ერთმანეთს რომ ეს პროტესტი და ეს პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა ქვეყანაში, იყო ნამდვილად კარგი. დიდი მადლობა, ეს თემურ დიესამიძე იყო, მადლობა თემურ. ასეთი გზავნილები აქვს მოქალაქეებს ბათუმში საპროტესტო აქციაზე პროტესტის 173 საღამოს მოქალაქეები ისევ დგანან ქუჩაში და ძალიან პრინციპულად აღიარებენ კაფეოდ გზავნილებს, რომ არ გაჩერდებიან და ვერ შეჩერდება ეს წინააღმდეგობა, ეს საპროტესტო აქციები, ვიდრე ქვეყანას ყავს სინდისის პატიმრები და უნდა შედგეს ქვეყანა, ჩადარდეს ქვეყანაში ხელახლა არჩევნები დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში. მოდი აქციის კიდევ ერთი მონაწილეს გავესაუბროთ. მოგესალმებით, შეიძლება რომ გაგესაუბროთ? კარგი. არავის. მოგესალმებით, მინდა რომ გაგესაუბროთ. 173 საღამო უკვე რაც იმართება ეს აქციები, თქვენც ხშირად ხედავთ ამ აქციებზე, ხართ ძალიან ხშირი მონაწილე, ხო? ახლა 26 მაისს საინტერესოა, თქვენ რა შეგიძლიათ გითხრათ, რამდენად უკავშირდება პირდაპირ ის, რასაც ქართული ოცნება აკეთებს დღეს ქვეყანაში, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას 26 მაისი, როგორც ვიცით, არის ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. ხო, 26 მაისი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ხნის წინ სამწუხაროდ დიდი დროის მანძილზე გვიწევდა რუსეთთან ბრძოლა, დღემდე გრძელდება ეს და მით უფრო მაშინ, როდესაც ქართული ხელისუფლება ეგრეთ წოდებული ნამდვილად რუსები არიან. მე მეხსენდება პირდაპირ ჩემს მაგალითს მოვიყვა, როდესაც 2019 წელი იყო, მაგალითად მაშინ, როდესაც ჯერ გაბრილოვის არ იყო მოხდარი. გავიარე რუსთაველზე და შევამჩნია ესეთი გარემო, სადაც არც ერთი ეროვნული გმირის ფოტო არ იყო, არანაირი ეროვნული დღესასწაულის ანუ 26 მაისს, ხო? 26 მაისს იმართებოდა ეგ და რაღაცნაირად ეს დღესასწაული 26 მაისის დღე დაუკავშირეს რაღაცნაირად სოფლის დღესასწაულს. ანუ გამოიტანეს რაღაცა ხილბოსტნეული და ასე შემდეგ და არანაირი ილია ჭავჭავაძის ფოტო, არანაირი ანწუხელიძე და ანუ ყველა ის ჩვენი გმირი, ჩვენი ეროვნული ღირებულებების მატარებელი, რომლებმაც დაიცვა ჩვენი სახელმწიფოებრიობა. და ზუსტად ეს გრძელდება დღესაც სამწუხაროდ. ანუ იმ ფონზე, როდესაც ჩვენს აქტივისტს მეგობარს აკავებენ იმის გამო, რომ ბანერზე უწერია ანწუხელიძე გმირია. თამარ კურატიშვილი, ხო, ეს ცხოველის აქტივისტი. ხო, აი ზუსტად ამ ბანერის გამო რომ აკავებენ, ანუ ამაზე მეტი ილუსტრაცია რაღა არის, ანუ ეს არის ჩვეულებრივი ილუსტრაცია იმისა, რასაც ჩადიან ქართული ოცნების წარმომადგენლები. ეს არის და ანუ ის რასაც ჩადიან, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს უქმნის საფრთხეს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას თქვენ ხედავთ ამ კი, რა საფრთხეს. თქმა უნდა, ანუ არათუ დამოუკიდებლობას, არამედ აი ჩვენს ღირებულებებს, რაღაცა ღირსება წაგვართმეს და ამას ცდილობენ ყოველდღიურად. ანუ არ არსებობს ქუჩაში გაიარო და აი თუ კი რა თქმა უნდა ღია თვალებით, აი ვარდისფერ საფრთხებით თუ არ უყურებ ცხოვრებას, აი ქუჩაში გავლის საფრთხეც კი არის აბსოლუტურად, იმიტომ რომ რამდენიმე თვის წინ მაგალითად მე ვარ პირადად შემსწრე აღმაშენებლის და ტავიდის პოეთაში, როდესაც გაისროლეს რამდენიმეჯერ და უბრალოდ შეიძლება მატყვიას ბათუმში. ეს როდესაც იყო? ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ზამთრის პერიოდი იყო, ანუ რამდენიმე თვეც არ არის გასული. ხო, აი ესეთი უბრალო ფაქტები, რომ დავაკვირდეთ, ეს ყველაფერი ცხადყოფს იმას, რომ არათუ დამოუკიდებლობა ქვეყნის, არამედ ადამიანის ძირითადი უფლებებით დარღვეული არის და ჩვენ სწორედ ამით ვიყავართ თავდაპირველად ამ კითხვით დაიწყეთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დღე ვიქნებით ბრძოლაში, იმიტომ რომ ბრძოლა ყოველდღიურად არის და ჩვენი მოვალეობაც არის ის, რომ ჩვენი ძირითადი უფლებები არა მარტო საკუთარი თავის, არამედ სხვის უფლებებსაც იცავ. მე მგონია, რომ უფრო მეტად ჰუმანური ხარ და
მე მგონია რომ ჩვენი თითოეული მოქალაქის ვალდებულება არის ეს რომ დავიცვათ უფლებები აი დამოკიდებულება არის პირდაპირ დაკავშირებული სუვერენიტეტთან, ხო, სუვერენიტეტის საკითხთან. ჩვენ ხშირად ვისმენთ ქართული ოცნების არალეგიტიმური ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების ლიდერებისგან, რომ აი სუვერენიტეტში გვერევიან ევროპელი ლიდერები, მაგალითად ევროპული სტრუქტურის წარმომადგენლები და ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ მას, რომ ჩაერიონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტში. თითქოს იგივე ასე წარმოაჩენენ იგივე ვეტინგის საკითხი, როცა მოსამართლების კეთილ ინიციირების შემოწმება იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია ევროკავშირისგან, მაშინ ჩვენ როცა ვიცით როგორია სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი. ძალიან სასაცილოა. არის პირიქით ამბობს უცნობ თუ რასთან გვაქვს საქმე, რატო ლაპარაკობს პირიქით. ინდა ჩემი აზრი ქართული ოცნების წარმომადგენლების მიმართ ის არის, რომ ანუ ის ფურცელი, რომელზეც იწერება, ან რასაც ამბობენ, ანუ ის ფურცელი უფრო ღირებულია, 4 ფორმატის ჩოლებრივი ფურცელი რა ვიყოთ, ეს უფრო ღირებულია, ვიდრე ის, რაც წერია, მათ მიერ გაჟღერებული ტექსტი, რომელსაც უწერს რუსეთი. ანუ ამაზე მეტი აკრეფიგებს რომ რუსეთი უწერს, კრემლი უწერს ტექსტებს ქართულ ოცნებას. თუნდაც ის ახლა გუშინ იყო, ხო? გუშინ წინ იყო 17 მაისი. რატომ მოხდა ეს ყოველივე? რატო გამოაცხადეს ოჯახის სიწმინდის დღეც? იმიტომ რომ 2016 წელი იყო თუ არ ვცდები, როდესაც რუსეთის საპატრიარქომ კირილისმა პატრიარქმა პირდაპირ განჩინება მოსკოვიდან თქვა, რომ ჩვენ საქართველოში აღვავლენთ რუსულად წირვა ლოცვასო. ეს ხო არის ავტოკეფალიის პირდაპირი დარღვევა. ეგ ხო პირდაპირ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის ის, რომ საზოგადოებას გამოუცხო ტვინი და საზოგადოება დააპირისპირო, ხო? და ეს ოჯახის სიწმინდის დღეც, ოჯახის სიწმინდის დღე, რომ ერთი კონკრეტული დღე არის და დანარჩენი 165 დღე თუ 64 დღე ჩვეულებრივი დღე არის, ეგ ცოტა თემაა და ცოტა საკითხავი, მაგრამ ის რომ მიზანმიმართულად ანტიხუმანური და რაღაც ჰომოფობიური ნიშნით ყოფნის საზოგადოებას დაპირისპირებენ ერთმანეთს. აი ამაში არის სწორედ პრობლემა და მეტი არაფერი. რას ეტყობთ ბოლოს მოქალაქეებს გოუზექს მასთან აკავშირებით? რა შეიძლება გავაკეთოთ მოქალაქეებმა? რა ძალა ეხლა საზოგადოების ხელში? იგივე დამოუკიდებლობის ასაცავად. ის რომ ჩვენი თავი ჩვენად უნდა გვეყოտնდეს, როგორც ილიამ თქვა და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს წარსული, გვახსოვდეს ჩვენი მტერი, რომ ყოველთვის იყო რუსეთი და ახლა საქართველოს რუსეთი არის და ის რომ შეიძლება დაღლილები ვიყოთ, მაგრამ ბრძოლა არასდროს არ უნდა შევაწყვეტოთ. დიდი მადლობა, თქვენი სახელი შემახსენეთ? თეონა ბერიძე. თეონა ბერიძე, მადლობა თეონა. ასეთია საპროტესტო აქციის მონაწილეების გზავნილები ბათუმში. ბათუმის საპროტესტო აქციაზე პროტესტის 173 საღამოს დღესაც გამოვიდნენ მოქალაქეები ქუჩაში, ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან და ისევ მათი სათქმელი არის ძალიან მკაფიო, თავისუფლება რეჟიმის ტყვებს, თავისუფლება სენსის პატიმრებს. ეს წინამდებობა არ ჩერდება და ეს ძალიან კარგად ჩანს მოქალაქეების განწყობაში და მოქალაქეების სიმტკიცეში, როცა ისინი დაუღალავად ყოველ საღამოს იკრიბებიან ნებისმიერი ამინდის მიუხედავად და მოქალაქეების გზავნილი არ მხოლოდ ბათუმში და თბილისში, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში დღეს ისმის პროტესტის ხმა, რომ უნდა ჩატარდეს ქვეყანაში ხელახლა არჩევნები დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში და რომ მოქალაქეები არ დაუშვებენ იმას, რომ ამ ქვეყანას ყავს ეს სინდისის პატიმრები, რომლებიც ისჯებიან იმის გამო, რომ ისინი იცავენ დემოკრატიას ამ ქვეყანაში და არ დაუშვებენ იმას, რომ ევროინტეგრაციის პროცესი იყოს შეჩერებული და გადაკეტილი გზა ევროპისკენ ამ ქვეყნისთვის, რაც პირდაპირ ნიშნავს საფრთხის შექმნას ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის. ამიტომაც მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი ამას არ დაუშვებენ და ვერ მიეცემა ივანიშვილს იმის საშუალება, რომ მან დაამყაროს ქვეყანაში რუსული დიქტატურა, რაც ახლა ივანიშვილი ძალიან აქტიურად ცდილობს თავის გარემოცვასთან არალეგიტიმურ და ანტიკონსტიტუციურ ხელისუფლებასთან ერთად. ასეთი განწყობა ბათუმში პროტესტის 173 საღამოს. ეს ბათუმელების პირდაპირი ჩართვა იყო. ეს ვიდეო ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯი-დან გაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.